ევროპულთან ხელმოწერას ძალიან მნიშვნელოვანი პირველი შემთხვევაა. ვიზა ლიბერალიზაცია. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის თქვენთან შეხვედრა. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პოლიციის დღეს ჩვენ ერთად შევხვედროდით, შევკრებილიყავით. მე სადაც ჩავდივარ, ევროპა იქნება ეს თუ სხვა ყველგან ხაზგასმით აღნიშნავ ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას. ხაზს უსვამ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ შესრულებული იმაში, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენ მივიღეთ და ისტორიული გადაწყვეტილების, ესე ვთქვათ, მონაწილენი ვართ. ამან ყველაფერმა ნაყოფი გამოიღო და მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როდესაც რაღაცას აკეთებ და შედეგს ხედავ, უკვე სტიმული გეძლევა, რომ კიდე რაღაცა ახალი გააკეთო და კიდე რაღაც ახალ გამოწვევებს დაუპირისპირდე. ისიც მინდა გამცნოთ, რომ მოახლოეს პერიოდში ინსტრუქციები გაიწერება კონკრეტული სამუშაო აღწერილობა გაიწერება თქვენი ის რასაც ვაკეთებთ ახლა ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ უფრო გვაქვს ჩვენ იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ და კიდევ უფრო მეტი, ესე ვთქვათ, შედეგი დავდოთ. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიწვია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშების საზღვარგარეთის სახელმწიფოებში, რათა თითოეულ ჩვენთაგან წარადგინა შესრულებული სამუშაოს ანგარიში და საპოლიციო თანამშრომლობის შედეგები ჩვენ ქვეყნებში. გერმანიის მიმართულებით მოგეხსენებათ, გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც კრიმინალურ სტატისტიკაში, ასევე თანამშრომლობის სფეროების განვითარებაში. მინისტრისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დავალება, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში ეს პროგრესი იქნეს შენარჩუნებული და თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს. გახლავართ პოლიციის ატაშე საფრანგეთში, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. აქტიურად თანამშრომლობთ საფრანგეთის მხარესთან. ჩატარდა მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო საპოლიციო თანამშრომლობას. 2016 წელს ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები, რომელმაც კონკრეტული შედეგები გამოიღო. ბოლო წლების განმავლობაში შეიმჩნევა ქართული კრიმინალების კლება საფრანგეთში, რაც შედეგი არის პოლიციური თანამშრომლობის ორ ქვეყანას შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით გაიმართა სამუშაო თათბირი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებთან. მინისტრის მიერ პოზიტიურად შეფასდა განვლილი წელი და დაისახა სამომავლო გეგმები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წაგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები ევროპის 13 სახელმწიფოში. სწორედ ძლიერი საპოლიციო თანამშრომლობის შედეგია წელს ევროპოლთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.